ფეხსაცმელით ლოცვა სუნნეთია. ლოცვის დროს ფეხსაცმელის გახდის აუცილებლობა არ არის. და შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის დროს შუამავალიც და საჰაბეებიც ფეხსაცმელით ლოცულობდნენ. მაგრამ შეიცვალა დღეს, შეიცვალა სიტუაციები. შუამავალ ალეიჰისალათუ ვასალამი და მისი საჰაბები ლოცულობდნენ ქვიშაზე. და შესაბამისად არც არ იყო ფეხზე გახდის აუცილებლობა. დღეს მეჩეთებში ხალიჩებია დაგებული. ხალიჩებზე თუ ფეხსაცმელით შევალთ მოხდება მეჩეთების დაბინძურება. აქედან გამომდინარე წარმოიქმნა ფეხსაცმლის გახდის აუცილებლობა. ახლა ასეთი საკითხი. სამსახურში ან სახლში ან სადმე გარე სივრცეში, სადაც ნამაზის დრო მოვიდა და ჩვენ უნდა ვილოცოთ ნამაზი. ნამაზის ულოცავი ვერ გავჩერდები. დავაგეთ სალოცავი ხალიჩა, უნდა ვილოცოთ. ფეხსაცმლით ხომ არ შევდგებით და ხომ არ დავსვით. კიდევ გავიხდით. მაგრამ თუ არ არის ისეთი რაიმე ხალიჩის ან სალოცავი ადგილის დაბინძურების საფრთხე, ამ შემთხვევაში ფეხსაცმელით დავდგებით და ვილოცავთ. ან კიდევ თქვა წვიმს და ღია სივრცეში გვიწევს ლოცვა. ამ შემთხვევაშიც ფეხსაცმელი რომ გავიხადოთ, ფეხის დასველება არის, გაცივება არის, ავადმყოფობა არის და ასე გარკვეული სირთულეები ახლაც, ხო? დავდგებით და კიდევ ფეხსაცმელით ვილოცავთ. გააჩნია სიტუაციას. ან კიდევ გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თქვა მოხელეა, ხელოსანია და გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს მისი ბატინგის გახდა. და დიდ დროსთან არის დაკავშირებული, რომელმაც შემდგომ შეიძლება დამსაქმებელთან შეუქმნას პრობლემა. ხო, ცდილობს რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოასწროს. ისიც დადგება და ფეხსაცმელით ილოცავს. პრობლემა არ არის. ოღონდ მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ ფეხსაცმელს. ფეხსაცმელს, რადგანაც ფეხსად ვადგავთ. თუ ნეჯასეთში ის საკითხები იგულისხმება, რაც ცოტა ხნის წინ ჩამოვთვალე. შარდი, ფეკალური მასები, ჩირქი, სისხლი და ასე შემდეგ. ასეთ რამეში ფეხი ჩავარდით. და ეს ჯერ კიდევ ჩვენს ფეხსაცმელზეა. ასეთი ფეხსაცმელით ნამაზ ვერ ვილოცავ. მაგრამ თუ სადღმეს შემთხვევით ჩაადგა ფეხი. საკმაოდ იმდენი იარა, რომ ეს მოცილდა თანდათან ფეხსაცმელს. ამის შემდგომ დადგომა და ლოცვა კიდევ შეიძლება. ანუ რაშობით ფეხსაცმელის გადამოწმება არის აუცილებელი, რაიმე სიბინძურეში ხომ არ ჩავადგით ფეხი. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთხელ საჰაბებს წინამძღვრობდა ნამაზზე და ისინი როგორც მათი ჩვევა იყო, იდგნენ ფეხსაცმელით. ფეხსაცმელი ახლა როგორც დღეს ჩვენ თანამედროვე ფეხსაცმელი გვაცვია, ისე ნუ წარმოვიდგენთ. ანუ მათი იმდროინდელი ფეხსაცმელი იყო კალამანი. ლოცულობდნენ ნამაზს. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ფეხსაცმელი გაიხადა ლოცვის დროს. ფეხსაცმელი გაიხადა და მარცხენა მხარეს ფეხით მიახოხა. ამას დაინახავთ საჰაბები მის უკან მდგომნი და ყველა ერთიანად გაეხდიან ფეხსაცმელს და მარცხენა მხარეს მიაჩოჩებდნენ. როდესაც დასრულდება ნამაზი, შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მათ ეკითხება, რომ რატომ გაიხადეთ ფეხზე? შენ რომ დაგინახეთ ფეხზე გაიხადე, იმიტომ. შუამავალმა უთხრა, რომ ჩემთან ჯიბრილ ალეისალამი მოვიდა, ჯიბრილ ანგელოზი და მითხრა, რომ ფეხი რაღაც სიბინძურეში მქონდა ჩადგმული და ამიტომ გავიხადე. მაგრამ თქვენთვის აუცილებელი არ იყო მისი გახდავა. მაგრამ საჰაბებმა რაც დაინახეს შუამავლისგან, ის გააკეთეს. ისინი ასეთნაირად ავტომატურად იქცეოდნენ, მათი საქციელი ასეთი იყო, რომ შუამავლისგან რასაც დაინახავდნენ, იმას გააკეთებდნენ აუცილებლად. ეს ჰადისი და კიდევ სხვა ჰადისები გვასწავლის, რომ შესაძლებელია ფეხსაცმლით ლოცვა და ასევე გვასწავლის, რომ თუ სიბინძურეში ჩადგმულია ის ფეხსაცმელი, იმით აღარ უნდა ვილოცოთ და გავიხადოთ. ამიტომ ლოცვის წინ ვისაც რომ ასეთი სირთულის წინაშე დგას, რომ ფეხზე გახდა გარკვეულ სირთულეებს და პრობლემებს წარმოადგენს მისთვის, აუცილებლად უნდა გადაამოწმოს ეს ფეხსაცმელი. თუ სუფთა არის, მაშინ ილოცავს. ნახეთ ახლა კიდევ
ერთი ასეთი დეტალი არის ფიქრის წიგნებში განხილული, რომ როდესაც მას აცვია ასეთი ფეხსაცმელი, იმით არ ილოცება, რადგანაც ნეჯასეთთან ტაჰარეთ, ანუ ლოცვის დროს მლოცველის სალოცავი ადგილი და ჩასაცმელი სუფთა უნდა იყოს. ნეჯასეთთან ტაჰარეთ ამას გულისხმობს. ეს თუ მას ფეხის სიბინძურეში აქვს ჩადგმული, ეს პირობა შესრულებულად არ ითვლება. როდესაც მას ეს ფეხზე აცვია. მაგრამ თუ კი გაიხდის და ზედან ფეხსაცმელზე ზემოდან დადგება. ფეხსაცმელზე ზემოდან დადგება და ასე ილოცავს, ამ შემთხვევაში იზამს. რატომ? იმიტომ რომ ის უკვე მას ტანზე არ აცვია. და მის მიერ ჩაცმული სამოსი კი არ არის ამ შემთხვევაში დასვრელი. არამედ სიბინძური არის იმის ქვეშ, რაზეც თვითონ დგას. ეს იგივეა მაგალითად, როდესაც ჩვენ სალოცავ ხალიჩას ვაფენთ, რატომ ვაფენთ? იმიტომ რომ სუფთა იყოს ის ადგილი, სადაც ჩვენ ვლოცულობთ. თორემ სალოცავი ხალიჩის დაფენა არ არის აუცილებელი. თუ იატაკი სუფთა არის, დაფენის გარეშე შეგვიძლია დავდგეთ ხიბლისკენ და ვილოცოთ. როდესაც ვაფენთ, რატომ ვაფენთ? იმიტომ რომ შესაძლებელია იატაკზე რაღაც სიბინძურე იყოს, ხო? ზემოდან სუფთა სალოცავს ვაფენთ და ვდგებით და ვლოცულობთ, ხო? ის სიბინძურე ქვეშ რჩება. იმის ქვეშ, რაზეც ჩვენ ვდგავართ. ზუსტად ფეხსაცმელს, როდესაც გაიხდის და ზემოდან დადგება, იმის მსგავსია ესეც, რომ რაზეც ვდგავართ, იმის ქვეშ არის, თორემ რაც გვაცვია, იმაზე კი არ არის სიბინძურე.